წელს ქალაქ გურჯაანში 5 საერთო საცხოვრებელი კორპუსის კედელი მოიხატა. ურბანული ფესტივალის პროექტი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით განხორციელდა. მიზანი არის, რომ ქალაქი ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდეს. დღეს დასრულებული სამუშაოები გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ურბანული ხელოვნების ფესტივალი უკვე ტრადიციად იქცა გურჯაანში. მიხარია, რომ ყოველწლიურად ხელოვანებს უფრო მეტ სივრცეს ვაძლევთ თავიანთი იდეების წარმოსაჩენად. წელს გურჯაანში 5 საერთო საცხოვრებლის კედელი მოიხატა, რაც ჩვენს ქალაქს კიდევ უფრო ალამაზებს და ჩვენს ქალაქში თანამედროვე და განსხვავებულ ელფერს აჩენს. ყოველწლიურად გურჯაანში უკვე ტრადიციად იქცა, რომ მოიხატოს რამდენიმე შენობა. მოგეხსენებათ, ძალიან პოპულარული გახდა ბოლო წლების განმავლობაში ურბანული მიმართულება, ურბანული მხატვრობის მიმართულება და გურჯაანიც არ ჩამორჩა ამ თანამედროვე რიტმს და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს კულტურა შემოვიტანოთ გურჯაანში და უკვე 10-მდე შენობა არის დატანილი მსოფლიო ურბანული ფესტივალების რუკაზე, კედლის მხატვრობის რუკაზე და უამრავ ტურისტს შეუძლია ამ მიმართულებით კონკრეტული მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი სპეციალურად ჩამოვიდა ამ ნახატების სანახავად, იმიტომ რომ უკვე დატანილია მსოფლიო რუკაზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ურბანული განვითარებისთვის, ვფიქრობ, ყველა ქალაქში.